ბათუმის მერის ვინაობა 12 ივლისის შემდეგ გაირკვევა, მანამდე კი უკვე 2 თვეა მერის მოვალეობას რუსლან ქორიძე ასრულებს. ქორიძე 1 წლის განმავლობაში მერის მოადგილე იყო ეკონომიკურ დარგში. იგი ამბობს, რომ ქალაქის მმართველის საქმიანობა მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მოვალეობის შემსრულებელი 2 თვის განმავლობაში მიღებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ჟილინის არხის მოსაწესრიგებლად ტენდერის გამოცხადებასა და გამარჯვებულის გამოვლენას ასახელებს. გარედან რო ჩანს, რომ თითქოს ქალაქის მერი თითქოსაც მიმზიდველი თანამდებობა, მე ნამდვილად ასე არ ვთვლი, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან შრომატევადი საქმეა, დღის განმავლობაში თითქმის 12 საათს ატარებს სამსახურში და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გააკეთო ხალხისათვის მაქსიმალურად, რამ შეიძლება არც გამოგივიდეს. თავარი ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვეულებრივად გაგრძელდა ყველა იმ პროგრამების შესრულება და კარგია რომ ყველამ ვიცით, რომ პრობლემური იყო ჟილინის არხი და ამ ხნის განმავლობაში დასრულდა ტენდერის გამოცხადება და უკვე გამარჯვებულიც არის